მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად დღის მნიშვნელოვანი მოვლენები, გასული დღეების და რა თქმა უნდა საინტერესო სტუმართან ერთად დღეს კვლავ განვიხილავთ მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს პროცესებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური გაურკვევლობა, ტურბულენცია, დაძაბული ვითარება, კონფლიქტი, ომი. მოკლედ ეს არის ფაქტორები, ჯამში ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს საქართველოსაც გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ თქოს საუბრობთ ამ შემთხვევაში და არის კიდეც დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა განხორციელებული, დამოუკიდებელი ფულად საკრედიტო პოლიტიკა ქვეყანაში, თუმცა კიდევ ერთხელ ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას ყოველთვის აქვს გარე ფაქტორებიდან მომავალი რისკების გადმოცემა სხვადასხვა პროცესების, მათ შორის ფასების, რომელიც შემდგომ ქვეყნის ეკონომიკაში შიგნით აისახება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ მდგრადობა გასული წლის განმავლობაშიც, რომ აქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკა, შესაბამისად დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს უკეთ დაცვას საკუთარი ქვეყნის ჯამში ეკონომიკური უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფას, თუმცა კიდევ ერთხელ გლობალური ფასები ყოველთვის გავლენას ახდენს შემდგომ პროცესებზე, რომელიც სადღაც ქვეყანაში იყოს. ცხადია, მნიშვნელოვანწილად მსოფლიო ფასებს, მსოფლიო საფასო პოლიტიკას განსაზღვრავს სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებს შორის და რა თქმა უნდა სავაჭრო გზები. როდესაც სავაჭრო გზებზე წარმოიქმნება გარკვეული ტიპის პრობლემები, კიდევ ერთხელ გამოწვეული კონფლიქტები, საომარი მდგომარეობით და ასე შემდეგ, სავაჭრო გზების ცვლილება, სავაჭრო გზების შეფერხება, შეჩერება იწვევს გლობალურად ცალკეული ტიპის პროდუქტებზე ფასების ზრდას, რასაც ასე თუ ისე ყოველთვის გავლენა აქვს ცალკეული ქვეყნების შიდა საფასო პოლიტიკაზე, შიდა ინფლაციებზე შეიძლება. ჯამურად ასე ვთქვათ, ინფლაციურ პროცესებზე, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში შეიძლება იყოს, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია ნავთობის ფასებზე და თუ ჩვენ გავეცნობით ბოლო ორი დღის განმავლობაში დღეს დილის არაერთ სტატიას Bloomberg-ის Financial Times-ის ეკონომისტის ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ნავთობის ფასებთან დაკავშირებულ ტურბულენტურ საკითხებს და ამ პროცესების შემდგომ განვითარებას და არა მხოლოდ ასევე სავაჭრო გზებთან დაკავშირებულ საკითხებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავ რჩება იმ უმნიშვნელოვანეს ქვეყნად და კიდევ ერთხელ ჩანს იმ უმნიშვნელოვანეს ქვეყნად, რომელიც არის ევროპას და აზიას შორის დამაკავშირებელი ყველაზე უსაფრთხო და უალტერნატივო დერეფანი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად გვაქვს სამუშაო და ამის შესახებ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრის მხრიდან შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით, რათა კიდევ ერთხელ უკეთესად უზრუნველყოთ ყოველთვის ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც ჰქონდა საქართველოს დაკავშირებადობა და ეს შეეხება არა მხოლოდ ზოგადად საქონელთა და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილს, არამედ ეს შეეხება ბუნებრივი ენერგო რესურსებით დაკავშირებადობას. ცხადია, საქართველოს რჩება რეგიონის უმნიშვნელოვანეს ქვეყანა, რომელიც ხშირად და უპირატესად იყო რეგიონში მშვიდობის განმსაზღვრელი და ყოველთვის საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა იყო აღიარებული და ხაზგასმული. ცხადია ის, რომ ქვეყანა უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას, ეს აისახება ქვეყნისადმი ინვესტორთა განწყობებზე, მიუხედავად ჩვენს გარშემო არაერთი ტიპის კონფლიქტური ვითარებისა, მიმდინარე თუ წარსული გამოცდილების ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში გრძელვადიანმა მშვიდობამ კიდევ უფრო მეტად გახადა ქვეყანა ინვესტორებისადმი კეთილსაიმედო, კიდევ უფრო გააჩინა ქვეყნისადმი ნდობა ამ შემთხვევაში მსხვილი ინვესტორების მხრიდან და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სარეიტინგო სააგენტოები როგორ პოზიტიურად აფასებენ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ხაზგასასმელია დღევანდელ ტურბულენტურ მსოფლიოში, ხაზგასასმელია განსაკუთრებით დასაფასებელია ბუნებრივია ის ეკონომიკური პოლიტიკა და ის ბიზნეს კლიმატი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. სწორედ ბიზნეს კლიმატთან დაკავშირებით ჩვენ ვისმენთ ხოლმე ხშირად არა მხოლოდ ხელისუფლების შეფასებებს და ცხადია ხელისუფლების შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბიზნეს კლიმატის განსაზღვრელი ჯამში ხელისუფლებაა მისი საკანონმდებლო პოლიტიკური სამართლებრივი
ბიზნეს გარემოს ჯამური უზრუნველყოფის თვალსაზრისით არამედ ვისმენთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობს ბიზნესი, რა არის ძირითადი საკითხები, რომელიც და როგორ აფასებს ძირითად საკითხებს ბიზნესი და ჩვენ შემთხვევაში დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთი დიაგრამა, თუ შეიძლება რომელიც არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევიდან ეგრეთ წოდებული BAG ინდექსი, რომელიც აჩვენებს სწორედ და აფასებს სწორედ ბიზნეს კლიმატს და ბიზნეს კლიმატთან დაკავშირებული საკითხების ვითარებას ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ 2005 წლის ტენდენციიდან გამომდინარე, სადაც ჯამში ბიზნეს კლიმატი იყოფა სამი ფაქტორიდან გამომდინარე, სადაც ბიზნეს მოლოდინი, ბიზნეს კლიმატი და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა და მე მინდა ყურადღება მივაქციოთ სწორედ ბიზნეს კლიმატის ნაწილს, რომელიც არის წითელი დიაგრამით განსაზღვრული და ვხედავთ 2025 წლის ბოლო კვარტლის, მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს, სადაც ყველაზე უფრო მეტად არის გაუმჯობესებული ბიზნეს კლიმატი და მის ზემოთ წყვეტილი ხაზი, რომელიც გვაჩვენებს ბიზნესის მოლოდინებს, ანუ არა მხოლოდ ბიზნეს კლიმატია გაუმჯობესებული, არამედ ამ შემთხვევაში გაუმჯობესებულია ბიზნეს მოლოდინები. ანუ ჯამურად ბიზნესის ხედვა, ბიზნესის გრძელვადიანი ხედვა და ბიზნესის მოლოდინები ქვეყნისადმი არის ქვეყანაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით არის განსაკუთრებულად პოზიტიურად შეფასებული და გაზრდილი რაც თავარი. რაც ნიშნავს შემდგომ ფაქტორს, რომ ერთია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ გარედან შეფასებებზე, ახალი ინვესტორი თუ როგორ აფასებს ქვეყანას, მაგრამ მეორეა, როდესაც ქვეყანაში უკვე არსებული მოქმედი ბიზნეს კომპანიები, მოქმედი ინვესტორები როგორ აფასებენ ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ყოველთვის განსაკუთრებით ხაზგასასმელია და პოზიტიურია ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ყოფი ბიზნესების შემდგომი გადაწყვეტილება, რომ ისინი თვლიან, რომ ქვეყანაში არის პოზიტიური ბიზნეს გარემო, სადაც შესაძლებელია დამატებით რეინვესტირება. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება, რეინვესტირება არ იბეგრება, ამიტომ ჩვენ ვხედავთ ხოლმე საინვესტიციო ნაწილზე საუბრის დროს, ხშირად თუ როგორია რეინვესტირების წილი. ანუ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, შესაბამისად ის ცდილობს საკუთარი ბიზნესის გაფართოებას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ტენდენცია, ეს დინამიური ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვქონდა კიდევ ერთხელ რაც მეოთხე კვარტალში ფიქსირდებოდა 2025 წლის განმავლობაში ეს ტენდენცია იქნა შენარჩუნებული. ცხადია, ჯერ ადრეა პირველი კვარტლის ამოწურვამდე, თუმცა პირველი კვარტლის ამოწურვის შემდგომ ჩვენ დავაკვირდებით ამ დინამიკას და არწმუნებული ვართ, რომ ვითარება სხვა თანაბარ პირობებში, გარე ფაქტორებიდან დამოუკიდებლად, სხვა თანაბარ პირობებში ვითარება იქნება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული. ცხადია, იმ ტენდენციის შენარჩუნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. კიდევ ერთხელ იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა და ამის შესახებ ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუმცა ცხადი არსებობს გარკვეული ტიპის ფაქტორები, რომელსაც ჩვენ ბიზნეს ინსაიდერის მაყურებელი დააკვირდება, რომ განსაკუთრებულად ყურადღებას ვუთმობთ ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ ამ პროცესს. ეს არის ფაქტორი, რომელიც ბიზნესს გარკვეულად მნიშვნელოვნად აწუხებს, შეიძლება ითქვას, ეს შეეხება სამუშაო ძალის ნაწილს. მეორე დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ დავაკვირდებით ვითარებას, რომელიც ქმნის ასე ვთქვათ ბიზნესთან დაკავშირებულ გარკვეულ ტიპის გართულებებს და აქ საუბარი შეეხება კვალიფიციურ კადრებს. კვალიფიციურ კადრებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც ასევე ხშირად იყო საუბარი გასული გადაცემების განმავლობაში, მათ შორის ამ კვირის გასული 2 დღის განმავლობაში, კი როცა ჩვენ ერთხელ საუბრობდით შრომის მიგრაციაზე, მეორე მხრივ კვირის დასაწყისში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ჩვენ საუბრობდით სამუშაო ძალის ჯამში, სამუშაო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, იმ კვლევაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა წარმოდგენილი, რომელიც გვაჩვენებს გარკვეულ და სოლიდურ დისბალანსს სამუშაო ძალის მოთხოვნასთან მიწოდებას შორის და თუ შევხედავთ ამ შემთხვევაში BAG ინდექსის ნაწილში და BAG ინდექსის ჭრილშიც კი ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითად შემთხვევაში გექნება თუ არა სირთულეები კითხვაზე საჭირო კადრების მოძიებასთან დაკავშირებით, კი, ანუ პირდაპირი პასუხი აქვს ბიზნესის 58%-ს გამოკითხული ბიზნესების 58% პასუხობს, რომ კი და ნაწილობრივ პასუხობს 34%. ანუ აბსოლუტური უმრავლესობა ბიზნესის საუბრობს, რომ კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით არის პრობლემები. საბამისად, შრომის ბაზრის კვლევა, რომელზეც ჩვენ ამდენ ვსაუბრობთ, ხედავთ თუ რამდენად საჭიროა. მეორე მხრივ ხედავთ შრომითი მიგრაციისთან დაკავშირებულ საკითხების მოწესრიგებას, უკვე ვითარება არის იმგვარი, რომ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად უნდა გადაწყდეს. ბიზნეს ინსაიდერი ცლად აკვირდება ამ პროცესებს. კიდევ ერთხელ ჩვენ გუშინ გადაცემაში ვსაუბრობდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან სწორედ
შრომით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ორშაბათის გადაცემაში ან ერთ დღით ადრე ვსაუბრობდით ეკონომიკისა და რადგანთარების მინისტრის მოადგილესთან სწორედ შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჯამურად და კიდევ ერთხელ კვლევაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ქვეყანაში და ახლა მინდა კიდევ ერთ სტუმართან ვისაუბროთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ბატონ მიხეილ დუნდუასთან. ბატონ მიხეილ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის. თქვენი სტუმრობა ჩვენ სხვადასხვა პლატფორმებზე ყოველთვის გამორჩეულია და ძალიან ვიხარია რომ აქაც მობრძანდით და მოგეცემა საშუალება. დიდი მადლობა, მოგეცემა საშუალება საუბრის. მე ვახსენე ორი კოლეგა უწყების, თქვენი ორი კოლეგა, ასე ვთქვათ, ისთან ერთადაც მომიწია წინა ორ გადაცემაში საუბარი ამ კვირის განმავლობაში. თუმცა თქვენ შემთხვევაში მინდა უფრო კრებსითად დავიწყო საუბარი, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემაზე, რომელიც შრომის ბაზრის ნაწილს შეეხება, მინდა სწორედ დღევანდელი ანალიტიკიდან გამომდინარე ვისაუბროთ ბიზნეს გარემოს ნაწილზეც. თუმცა მანამდე მინდა დავიწყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომელიც ახსნათმა გამოაქვეყნა პარასკევს, ვითარება, რომელიც ჰქონდა ეკონომიკური ზრდის კუთხით, თუ შეიძლება იმ დარგებიდან გამომდინარეც, სადაც დავინახეთ უფრო მაღალის და როგორ შეაფასებდით იანვრის წინასწარ მაჩვენებლებს. ძალიან კარგი მაჩვენებელია 7.9% რეალური ეკონომიკური ზრდის არის გამორჩეული არის მსოფლიოში, გამორჩეული ევროპაში ამ თვალსაზრისით და დავიწყეთ ძალიან კარგი ტემპით, უკეთესი მაჩვენებელი ვიდრე წინა წლის, გასული წლის საშუალო მაჩვენებელია ხო 7.9%, 7.9%. აი ესეთი მაღალი ზრდა ეკონომიკის მიანიშნებს და მიუთითებს პირდაპირ რომ ბიზნეს გარემო საქართველოში არის ჯანსაღი და დარგები ვითარდება ეს ბუნებრივია გამოიწვევს შრომის ბაზრის გააქტიურებას და დასაქმების დას გამოიწვევს უმუშევრობის შემცირებას, რა თქმა უნდა ეს შრომის პროდუქტიულობას დაისახება და საბოლოო ჯამში ეს კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესებასაც გამოიწვევს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეკონომიკა განყენებულად არ არსებობს ის კეთილდღეობას ემსახურება და საქართველოს არის გამორჩეული ერთგვარი ოაზისი თელამ რეგიონში გამორჩეული ოაზისი ბიზნესისათვის, ინვესტორთათვის, ეკონომიკური საქმიანობის წარმართვისათვის და საქართველოს იქნება ასეთი ქვეყანა მშვიდობაზე ორიენტირებული, მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკით ჩვენ დიდ შედეგებს ვაღწევთ და რა თქმა უნდა გავაუმჯობესებთ კიდევაც. კი ბატონო, ბატონ მიხეილ, ნამდვილად ასეა და ძალიან კარგი ხაზგასმა იყო, რომ გასულ წელზე კიდევ უფრო უკეთესი სტარტია ამ თვალსაზრისით. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რაც ასევე მინდა გთხოვოთ თქვენს კომენტირება ამ ნაწილზე. ასევე ვნახეთ ერთ-ერთი პირველი პროგნოზები მიმდინარე წლის ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ გაუმჯობესება 0.5%-ით, ასევე მანამდე ვნახეთ ყველამ გაუმჯობესება. კი, აგერ მუდისის შემთხვევაში ეს ბოლო ნაწილიც რაც იყო. როგორ აფასებთ და ზოგადად აი რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც საერთაშორისო საფინანსო სააგენტოები თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სარეიტინგო სააგენტოები აუმჯობესებენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საკუთარ ანალიტიკაში და შეფასებაში მუდმივად პოზიტიურ ტენდენციაზე აკეთებენ ხაზგასმას. დიდი მადლობა და რაც თავარია მიუთითებენ იმას, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სტაბილურობაზე, ფასების სტაბილურობაზე, ეკონომიკის ზრდაზე, არის ბიუჯეტის დეფიციტი ძალიან კარგი და ნორმის ფარგლებში, საბიუჯეტო პრობლემა არსებობს და პირიქით არის მოწინავე ქვეყანა. თუმცა ამაზე ბევრი სპეკულაცია კი ვნახეთ. სპეკულაციები არსებობს, მაგრამ უსაფუძვლო. შეეხება აღიარებებს, არა მხოლოდ ეს ორგანიზაციები, ღია ბიუჯეტის ინდექსიც, რომელსაც ძლიერი ამერიკული ორგანიზაცია ითვლის, საქართველოს არის ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე. და საუკეთესო ხუთეულში ესეთ პარამეტრები როგორც არის მოსახლეობის ჩართულობა, საზოგადოებისა და ინსტიტუციების ჩართულობა, შემუშავების პროცესი და საბიუჯეტო ზედამხედველობა და ერთ-ერთი სახელმწიფოა სამივე ამ მაჩვენებლით, რომ არის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. გამჭვირვალობით პირველზე გითხარით კიდევაც. ანუ საქართველოს არის გამორჩეული ქვეყანა თავის მაკროეკონომიკური პოლიტიკით, როგორც ფინანსთა მინისტროს კუთხით, ისე ეროვნული ბანკის კუთხით, ისე ზოგადად მთავრობისა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროს თვალსაზრისით და ყველა სახელმწიფო უწყების თვალსაზრისით საქართველოს გამორჩეული თავისი ბიუროკრატიით, გამორჩეული თავისი მმართველობით და მარეგულირებელი მმართველობით. ბიზნეს გარემოს მარეგულირებელი მმართველობით საქართველოს გამორჩეული ქვეყანა და ბუნებრივია აქ საინვესტიციო პროცესების დაჩქარებასაც უნდა ველოდოთ და ყველა იმ
რეიტინგის გაუმჯობესებას, რომელიც ფიქსირდება და კეთილსაიმედოა საქართველოსთვის. კი ბატონო, აბსოლუტურად. ხა მინდა გარკვეულწილად შიდა საკითხებზე გადავიდე, ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხებზე გადავიდე. შრომის ბაზრის საჭიროებები კვლავ ჩვენ ნახეთ ჩვენს პლაზმაზეც მიმოხილვა ამ ნაწილში, რომელიც ემყარებოდა ამ შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებას, გამოკითხვას BAG ინდექსს, რომელიც საკმაოდ ძლიერი და ისეთ სანდო ინდექსია ამ კუთხით, ისევე როგორც რა თქმა უნდა ჩვენ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ეს ნაწილი, რომელიც ამში შრომის ბაზარს მოიცავდა კომპლექსურად და აქვე პარალელურ რეჟიმში, პარალელურ რეალობაში ჩვენ ვხედავთ განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესს. თქვენი დაკვირვება ამ წელში კიდევ ერთხელ ჩვენ ერთად ვიწყებდით პროფესიულ საქმიანობას აკადემიურ სექტორშიც და ძალიან ბევრი გვაქვს გავლილი ამ ნაწილში არაერთი თაობის სტუდენტებთან მოგვიწია ურთიერთობა და განათლების სისტემას კი ბატონო, კარგი დრო იყო ნამდვილად და განათლების სისტემას ამ კუთხით შიგნით ვიცნობთ, ასე ვთქვათ. საბამისად თქვენი შეფასება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ადამიანს, რომელიც სფეროს იცნობს განათლების მხრიდანაც და ბიზნესის მხრიდანაც, სახელმწიფოს მხრიდან აკვირდება ამ პროცესს. სად გვაქვს ეს მნიშვნელოვანი აცდენა და რა არის საჭირო გადაუდებლად, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას, რომელიც ფაქტია, ასახელებს ბიზნესი პირდაპირ და ღიად. დიდი მადლობა. კარგი თემა შეეხეთ შრომის ბაზარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის დღევანდელი საქართველოს საბაზრო ეკონომიკისათვის, იმიტომ რომ საქართველოში ვითარდება ეკონომიკა, იზრდება შრომის პროდუქტიულობა და შრომის პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად უნდა მოხდეს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ბაზრისთვის, თქვათ, მიწოდება მწარმოებლებისათვის, მიწოდება ბიზნეს აქტორებისათვის. კვალიფიციური სამუშაო ძალის გარეშე, კვალიფიციური სპეციალისტების გარეშე შეუძლებელია ხარისხის პარამეტრების დაცვა და ბუნებრივია განვითარება. არა მექანიკური, არამედ განვითარება, რასაც ქვია. რომ ეს ასეა და ნამდვილად ამ ფაზაში ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, მოწმობს თუნდაც ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც შარჩენდა წელს გამოქვეყნდა, რამდენიმე თვის გამოქვეყნებულ მონაცემებზე მოგახსენებთ, გლობალური ინოვაციის ინდექსი, რომელსაც აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, აქ საქართველოს შრომის პროდუქტიულობის ინდექსით გავიდა მსოფლიოში პირველ ადგილზე. ეს ითვლის რას 5 წლის განმავლობაში შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, როგორ გაუმჯობესდა და მათ ქვეყანაში შრომის პროდუქტიულობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია. მსოფლიო ბანკიც ითვლიდა ყურადღებას აქცევს მას, როგორც მდგრადი განვითარების, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის საშუალებას, სიხარების აძლევისა და ღირსეული დასაქმების თვალსაზრისით, ბევრი პარამეტრის თვალსაზრისით და აი ასეთ დროს წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოს გადის პირველ ადგილზე ამ მაჩვენებლით. და როდესაც ჩვენ უკვე აჩვენებ, რომ ზრდის ტემპი გაქვს ისეთი აღებული შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესების, რომ პირველზე ხარ მსოფლიოში, ამ დროს საციცოცხლო მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების და სწორი საკადრო პოლიტიკის, სწორი კადრების შერჩევა, სწორი სპეციალისტების მიწოდება ეკონომიკისათვის, რომ ამ ფეხი აუწყოს პროცესს შრომის ბაზარმა, განვითარდეს შრომის ბაზარიც, განვითარდეს ეკონომიკა და აქ არ გქონდეს თქვათ კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. საქართველოს არის მიდის ინოვაციისა და განვითარების მიმართულებით, ახალი მიდგომების დანერგვის მიმართულებით, ახალი ცოდნის წარმოებისა და ახალ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და სწორედ ამ დროს სჭირდება მას ბუნებრივია შრომის ბაზრის განვითარება, განათლების სექტორის განვითარება, სწორედ ასე მიიღწევა მთლიანად ქვეყნის განვითარება. კი ბატონო, ამ კუთხით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესსა და განათლებას შორის ბუნებრივია სახელმწიფოს ჩართულობით კიდევ უფრო მეტი დიალოგი არსებობს, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ რეალობა, რაც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ მთელი რიგი სექტორებია, სადაც უბრალოდ მაგალითად იურიდიული დასახელდა ამ კუთხით სამართალმცოდნეობის მიმართულებით, სადაც შეიძლება ადამიანმა დაასრულოს და რამოდენიმე ათასია საუბარი, მაგრამ ვერასოდეს ვერ იპოვოს საკუთარი პროფესიით ადგილი, მაშინ როცა დეფიციტი გვაქვს მთელ რიგ სხვადასხვა მიმართულებით არის. აი ამ კუთხით აი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველდღიური დიალოგის უზრუნველყოთ, ასე ვთქვათ და დიალოგი არის ინტერაქციის პროცესი. თითქოს განათლების გარკვეულ ბოდიშს გაწყვეტებთ, განათლების გარკვეულმა ნაწილმა განათლების სექტორის, ну თუმცა მე ჩემი შეფასება მაქვს მათზე. მიიღო ძალიან ესეთ დამაპირისპირებლად ეს ნაწილი, რომ თითქოს მათ ვინმე ერჩოდა და ასე შემდეგ, ну გასაგებია ვიზაც
საუბრობთ ამ შემთხვევაში ამ მიმართულებებზე საუბრობთ იმის ნაცვლად რომ მართლაც კვალიფიციურ დიალოგში და დისკუსიაში შემოვიდნენ რომ როგორ უკეთესი ვითარება შევქმნათ. კვალიფიციურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. აქ მნიშვნელოვანია რომ მთლიანად განათლების სექტორი, სამთავრობო სექტორი, სამეწარმეო სექტორი, ბიზნეს სექტორი ერთობრივად თანამშრომლობდეს ამ მიმართულებით, იყოს სწორად შერჩეული პროფესიები, სწორად შერჩეული კადრები, განათლების სისტემები და საბოლოო ჯამში მიიღწეს ყველაზე ოპტიმალური და ყველაზე კარგი შედეგი. ჩვენ გვინდა განათლება იმისათვის, რომ განათლების სისტემა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი კვალიფიციური ცოდნით ჩაერთოს ეკონომიკის განვითარებაში, მიიღოს შემოსავალი და იყოს მის შემოსავალი სტაბილური და თვითონაც გამოდგეს ბაზრისათვის, საბაზრო ეკონომიკისათვის და რა თქმა უნდა თვითონაც მიიღოს დამაჯერებლად მაღალი შემოსავალი და იყოს კეთილდღეობის მაღალი დონე მისთვის უნდა ყოფილიყო. რაღაც საყოველთაო მიზანია ამ შემთხვევაში ყველა ინდივიდუალური დონის. აბსოლუტურად ყველა სექტორის მიზანი ეს არის. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ გუში მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით. მესმის რომ ეს ფინანსის სამინისტროს პირდაპირ კომპეტენცია აქვს, მაგრამ თქვენ როგორც ამ შემთხვევაში ამავდროულად სფეროს ექსპერტს, ნამდვილ ექსპერტს ეკონომიკური მიმართულებით მინდა გკითხოთ თქვენი პოზიცია შრომის მიგრაციის მოწესრიგება, იგივე დასაქმების ნაწილს, რომელიც რეალურად მაინც კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. ყველაზე წარმატებული ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები აბსოლუტურად ყველაზე წარმატებული ქვეყნები პირველ რიგის ამოცანა და ისახავენ პრაქტიკულად შრომის მიგრაციის მოწესრიგებას. კვლავ აჟიოტაჟი ვიხილეთ ამ შრომის მიგრაციის მოწესრიგებასთან. ეს აჟიოტაჟი არაჯანსაღია, როდესაც როცა ის თემა არის ისეთ, რომელსაც კრიტიკა არ შეიძლება ეხებოდეს, არ შეიძლება უბრალოდ იმის გამო გააკრიტიკო, რომ შენი მოწინააღმდეგე ესაუბრებს. ეს არის მნიშვნელოვანი საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომ სამუშაო ადგილები იყოს პირველ რიგში ხელმისაწვდომი ადგილობრივი კადრებისათვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეს განსაკუთრებულად იცავს და ზრუნავს მასზე და ბუნებრივია პირველ რიგის ამოცანა არის, რომ დასაქმეს ადგილობრივი საზოგადოება. ჩვენ დავასაქმოთ ძლიერად ადგილობრივი საზოგადოება, რა თქმა უნდა, სხვებსაც ხელი უნდა შეუწყოთ, მაგრამ არ შეიძლება უპირატესობა არ მივანიჭოთ ადგილობრივი საზოგადოების დასაქმების პოლიტიკას და დასაქმების აქტს და ბუნებრივია ეს ყოველივე აი ამ მიზანს ემსახურება. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, საკითხი შეეხება ფასებთან დაკავშირებულ საკითხს. პროცესი ჩვენ ნახეთ საქართველოს მთავრობიდან უკვე გადანაცვლებული საქართველოს პარლამენტში. როგორია თქვენი შეფასება ამ კუთხით, რამდენად ხედავთ ამ სივრცეს და ასევე საჭიროებას, რომ ეს საკითხიც უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილიც და მოწესრიგებულიც. ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, ხედავთ ძალიან დიდ ინტერაქციას ამასთან დაკავშირებით, ბიზნესის ჩართულობას და აბსოლუტურად ჯანსაღი დისკუსია და დიალოგი მიდის თემის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ფასების ზოგადი დონე, ფასების ინფლაცია, რასაც ეწოდება, ეროვნული ბანკი თავის მანდატის ფარგლებში მოქმედებს, მის დასარეგულებლად და შესანიშნავად მოქმედებს. საქართველოს ერთ-ერთი მაჩვენებელი ინფლაციის არ არის მაღალი და სავალუტო ფონდის პროგნოზით თავის სასურველ დონეს უბრუნდება მომავალი წლიანი, რამდენიმე წლიანი პერსპექტივითაც კი რაც გამოქვეყნებული აქვს სავალუტო ფონდს, მაგრამ ახლა ეს საკითხი ხება ისე მნიშვნელოვან კომპონენტს ფასებში, არა ზოგადად ფასებს, არამედ სურსათზე ფასებს, ანუ პირველადი მოთხოვნილების პროდუქციაზე ფასებს და ბუნებრივია აქ მეტი, ვთქვათ, ჩაღრმავებული მიდგომა, კვლევა და ძიება პროცესით, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ დარეგულირებას ფასების, მის შემცირებას და ხელმისაწვდომობის პროდუქციის ხელმისაწვდომობის და ბუნებრივია ეს სოციალურად მნიშვნელოვანი ამოცანა და სახელმწიფო დარწმუნებული ვარ მიაღწევს თავის მიზანს ყველაზე ეფექტური გამოსავლით. ჩვენი მიზანი არის ხელმისაწვდომი იყოს პროდუქცია მოსახლეობის ფართოფინებისათვის ერთი და რა თქმა უნდა ხელი შეუწყოთ ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ მათი შემოსავლები პროდუქციის რეალიზებიდან იყოს კარგი, სათანადო და მომგებიანი იმისათვის, რომ ბიზნეს საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობა განავითარონ და წავიდეს წინ ეკონომიკა. ეს ორი მიზანი უნდა შესრულდეს პარალელურად, ანუ
ადგილობრივი წარმოებას უნდა ქონდეს კარგი შემოსავალი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფასი მომხმარებლისათვის. აი შუალედურ პროცესში, კომერციალიზაციის პროცესში, სპეკულაციის პროცესში, როდესაც ფასნაფათი ემატება, ხო? აი ამ დროს არ უნდა ხდებოდეს ყველაზე დიდი თანხის, ვთქვათ, გადაკაჩვა. კი ბატონო, რომელიც ბუნებრივია ზრდის ფასს და არც მწარმოებლის ინტერესია და არც მომხმარებლის ინტერესია. აბსოლუტურად და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ შუალედის პოვნა იქნება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგი დასრულდება. კი ბატონო, ეს სივრცე ნამდვილად არსებობს ამ კუთხით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სიღარიბე ახსენეთ ჩვენ ზოგადად, რომელიც ხედავთ რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩვენ ფაქტიურად სრულ ტრენდს ხედავთ შემცირების ჭრილში კიდევ რა გვაქვს გასაკეთებელი ამ კუთხით რა უნდა ვქნათ მეტად იმისთვის რომ მართლაც გავანულოთ სიღარიბე ამ ქვეყანაში მათ შორის სხვა რეიტინგებით ჩვენ ხედავთ საკმაოდ პოზიტიურ დინამიკას ამ თვალსაზრისით. დიახ, კარგი რეიტინგები ამასთან დაკავშირებით სოფლიო ბანკის რეიტინგები რომელიც მიუთითებს რომ მრავალწლიანი პერსპექტივით, ვთქვათ, 5 წლიანი, 20 წლიანი და 12 წლიანი პერსპექტივით საქართველოს აქვს კარგი შედეგები სიხარიბის დაძლევის მიმართულებით, სოციალური მდგომარეობის ყველა საერთაშორისო ზღვრის მიმართ, სიხარიბის საერთაშორისო ზღვრები არსებობს, როგორც სოფლიო ბანკი აქვეყნებს, აქ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს გამორჩეული ვთქვათ, შედეგი დადებული ამ კუთხით. ახლა ჩვენთვის თავარია რომ მიზნობრიობასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სოციალური დახმარების პოლიტიკას ეხება, იყოს მაქსიმალურად კონცენტრირებული საჭიროებებზე და სოციალურ აუცილებლობებზე იმ სეგმენტზე, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დახმარება და ვთქვათ, მოცვის მასშტაბმა, ასე ვთქვათ, არ დააზიანოს მიზნობრივი საჭიროებების თანხის მიწოდება, ამიტომაც ჩვენ მქონდა სავალუტო ფონდის რაც ანალიზი იყო საქართველოს აი 4 მიმართულებიდან სოციალური ხარდაჭერის პოლიტიკის 4 მიმართულებიდან 3-ში ჰქონდა საუკეთესო შედეგი რეგიონში, ეს იყო ეფექტურობა, ეს იყო ადეკვატურობა, ეს იყო მოცვა და მიზნობრიობასთან ჰქონდა საშუალო შეფასება. ანუ უფრო მეც ვეხმარებით, ვიდრე ეს მათი აუცილებლობიდან გამომდინარე ესაც გადასახედია. ბუნებრივია, როდესაც ეს მოცვის არეალი თავის ოპტიმალურ დონეს მიაღწევს, თანხები დაიზოგება და ეს თანხები უფრო ეფექტურად გადანაწილდება შემდგომ სოციალური მიმართულებით. უფრო უკეთ და მეტად დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ჯერჯერობით ჭირდება და რამდენიმე წელიწადში სიღარიბე უნდა გავანულოთ. უნდა გავანულოთ აბსოლუტური სიღარიბე ძალიან მალე. 2030 წლისთვის სიღარიბე როგორც ასეთი პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ჩვენ წლიდან წლამდე ხედავდით მის მკვეთრ შემცირებას, ხედავთ ამას ეს ტენდენცია არის, ხომ, რაც რომ ავიღოთ ასე ვთქვათ, გათვლა პროგნოზი რომ გავაკეთოთ 2030 აი მაგ ტენდენცია რომ შევხედოთ როგორი განსხვავება რამდენიმე წუთს საქართველოს. კი. რომ შევხედოთ ტენდენციას 2012 წლის შემდგომ როგორ შემცირდა და იქამდე როგორი სიტუაცია კონტრასტულად რო განსხვავებულია პროცესი, ეს ადვილად გამოჩნდება. მაგრამ სამ დონეს აჩვენებს სოფლიო ბანკის სიღარიბისას, სოციალური მდგომარეობის სამ დონეს, ეს უკიდურესი სიღარიბე, ერთი ზღვარი, აქ ჩვენ მქონდა ძალიან დრამატული ვითარება პრაქტიკულად 21% იყო 2004 წელს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა მაჩვენებელი 2012 წელს იყო 19 პრაქტიკულად არ შეცვლილა ეს სიტუაცია და ახლა არის დაახლოებით 4%, ხო? 4% წარმოიდგინეთ რა ძლიერად არის 4-5 ჯერ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი. მეორე ზღვარი არის და 540,000 ადამიანია გამოსული 12 წელიწადში, ანუ 2004 წლის მომაცემი გამოქვეყნდა სოფლიო ბანკმა ბოლოს და ამ 12 წელიწადში არის 540,000 ადამიანი გამოსული უკიდურეს სიღარიბიდან. მეორე ზღვარი არის დაბალი საშუალო შემოსავლის კლასის ზღვარი, ანუ დაბალი საშუალო შემოსავლის კლასზე ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა. ეს მაჩვენებელი იყო 2004 წელს იყო 27%, 2012 წელს 34% დაახლოებით. პრაქტიკულად არ შეცვლა არაფერი და ახლა არის იგივე მსოფლიო ბანკის მონაცემით 2024 წლის მონაცემით 11%, ანუ შემცირდა 3ჯერ და მეტად. და მესამე ყველაზე ისეთი ზღვარი, რომელიც მოცვადია, ეს არის მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის ქვემოთ მყოფი მოსახლეობა. ანუ ის ამის შემდგომ უკვე მაღალ საშუალო შემოსავლის კლასი იწყება და ეს ბუნებრივია სიღარიბის დონეებს არც მიეკუთვნება.
12 წელიწადში 2012 წლის შემდგომ 1 მილიონი ადამიანი გამოვიდა ამ მდგომარეობიდან საქართველოში. აი 77% იყო 2004 წელს, 72 იყო 2012 წელს და ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია 40%-ით, მათი რაოდენობა 2.690.000 იყო, ახლა 1.680.000. 1.10.000-აა შემცირებული და მილიონი ადამიანი მაღალი საშუალო შემოსავლის კლასშია გადასული. ანუ ქვეყანა რომ მიდის წინ როცა ჩვენ ვამბობთ რომ გვაქვს ძლიერ ეკონომიკური ზრდა და როგორ აისახება ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მსოფლიო ბანკი გვეუბნება ამას რაოდენობებით მილიონებში ითვლება. კი ბატონო, ზუსტად. ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა გითხოთ, მიუხედავად გლობალური ტურბულენციისა, თქვენი პროგნოზები 2026 წელს, კიდევ ერთხელ რომელიც მომდინარეობს იმ საწყისი ვითარებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს 7.9%-იანი ზრდა და კარგი შეფასებები სხვა თანაბარ პირობებში საქართველოს ელოდება ძლიერ ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ დახედული ვართ, როდესაც მთავრობა ოფიციალურად ეკონომიკური ზრდის პროგნოზს საბიუჯეტო მიზნებისათვის აქვეყნებს და გეგმავს ბიუჯეტს წინ დახედული პრუდენციულობის მიზნიდან გამომდინარე, უფრო შემცირებული მასშტაბით, ვიდრე ოპტიმისტური შეხედულება შეიძლება მას ჰქონდეს, მაგრამ რომ ხედავთ ტენდენციას, რა ტენდენცია არის. გამოვრიცხავ იმას, რომ უფრო ძლიერ ეკონომიკური ზრდა გქონდეს წელს 2026 წელს, ვიდრე გქონდა 2025 წელს. და საქართველოს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით. კი ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიმდინარე წელს არაერთხელ ვისაუბრებთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და დარწმუნებული ვარ ძირითადად პოზიტიურ წელსში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. კიდევ ერთხელ ეკონომიკისა და ბიზნესის ყველა მთავარ სიახლეს თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენდით. მე ხვალამდე გეშუქებთ.